გათავისუფლებულ მძევალთა აღიარებითი ჩვენება. ბოლო 24 საათის განმავლობაში კახეთში საკმაოდ რთული ვითარება იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გათავისუფლებულ მძევალთა აღიარებითი ჩვენების კადრები ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვნახოთ თუ რა ხდებოდა კახეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში. სპეცოპერაციის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ პირველი ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე საათის წინ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა. ბაჩო ახალაიას მოადგილის შოთა ხიზანიშვილის ინფორმაციით დაღუპულთა შორის 2 სპეცრაზმელი და 1 თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის სამხედრო ექიმია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5. რაც შეეხება დივერსანტთა ჯგუფს, ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. ამჟამად ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი. მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 გათავისუფლებული მძევლის ჩვენება გაავრცელა. ყოფილი მძევლები გატაცების დეტალებს იხსენებენ და გამტაცებლების რაოდენობაზეც საუბრობენ. ბუნებაში ვიყავით საქეიფოდ, მეგობრები, უკარო ბრუნდებოდით, მოუყვებოდით მდინარის პირას, შეხვდა რამდენიმე ადამიანი ავტომატით შეიარაღებული წვერებში და გითხრეს, რომ ვიყავით მძევლები და უნდა წავსულიყავით მათთან ერთად. მათთან ყოფნის დროს კაცრად გაგვაფრთხილეს, თუ გაქცევა შევეცდებოდით მოკლავდნენ. იყო 15 ადამიანზე მეტი, ჰქონდათ საკმაოდ ბევრი შეიარაღება, ავტომატები, სხვა იარაღები და ის მუხებს რო ეძახიან. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს კრიზისების მართვის შტაბი შეიქმნა, რომელშიც შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროები შედიან. პოლიციის ინფორმაციით შემუშავებულია უწყებათა შორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა.